ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ რამდენიმე პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ განივითაროთ წერის უნარი და მასე მოემზადებით ეროვნული გამოცდისთვის ინგლისურში. ხო, და გარდა პროგრამებისა, ასევე რამდენიმე მეთოდსაც გაჩვენებთ, რომლებიც რო გამოიყენოთ ამ პროგრამებთან ერთად, ესეც დაგეხმარებათ წერის უნარის განვითარებაში. ეს სერია არის ვიდეოების, წინა ვიდეოები კითხვაზე და მოსმენაზე შეგიძლიათ ნახოთ ამ სიაში. ვიდეოების ქვემოთ ვიდეოს აღწერაში იქნება ეს სია და ამ ვიდეოშიც სხვადასხვა პროგრამას განვიხილავ, საკმაოდ გრძელი ვიდეო გამოვა ალბათ, ამიტომ სარჩევიც ქვემოთ ვიდეოს აღწერაში იქნება. შეგიძლიათ ნახოთ ცალკეული პროგრამა ან მეთოდი და იმაზე გადახვიდეთ, რომელიც გაინტერესებთ. კარგით, ეს შეხვდა შესავალს და ახლა მოდით ნახოთ პირველი პროგრამა, ეს არის Write and Improve და ახლა გაჩვენებთ რა ფუნქციები აქვს და როგორ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ წერის უნარის განვითარებისთვის. რეგისტრაციას რო გაევლით, დაახლოებით ესეთ სურათს დაინახავთ. ახლა მარცხენა მხარეს რო ნახოთ, ეს მენიუ რაც არის, ხო? აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა დონის სირთულის სავარჯიშოები. ხო, ზოგადად რო თქვა ეს საიტი როგორ მუშაობს, აქ არის სხვადასხვა წერის ამოცანა, მაგალითად არის დავწერო მოკლე ესე ძილის შესახებ, ხო? ან თქვათ პატარა ამბავი, რაც ნახატები არის ამ ამბავში. Просто ნახატები არის და რაც პატარა ამბავი უნდა დავწერო ამ ნახატების შესახებ. და მე როგორ თქვათ ამას რო დავწერ, აქ დავწერ ტექსტს, ხო? და მომწევს უკავშირს პროგრამა როგორ დავწერე. ხა უშუალოდ ამ რედაქტორს ხო ხარაძერ ამას როგორ სანამ განვიხილავთ, ერთ-ერთი სიტყვით მინდა გითხრათ თვითონ ინტერფეისი როგორ არის მარცხენა მხარეს, როგორც ხედავთ არის დონეების მიხედვით, ხო, დამწყები, intermediate, advanced და ასე შემდეგ. არის რაღაც ტესტთან დაკავშირებული ტექსტებიც. ხო, ერთი რაც კიდე საინტერესო აქვს, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შექმნათ თქვენი სავარჯიშოები, რაც გულისხმობთ, რომ თქვათ ახლა გავაკეთე პირობითად ესეთი workbook სამუშაო წიგნი, ხო? და აქ უკვე მე შემიძლია ესე დავამატო ეს ας თქვათ რაც წიგნი მაქვს, ხო? ან თქვათ მინდა უშუალოდ ეროვნული გამოცდაში რაც იყო წინა წლებში, ის იმ პირობაზე მინდა ვიმუშაო, ხო? ესე აქ სულ ამოცანის სახით დავამატო ეს პირობა, დავწერო თქვათ სათაური აღწერა, რამდენი სიტყვა მინდა რომ იყოს და ესე ასე უფრო მოხერხებული შეიძლება იყოს, რომ აქ საიტზე კონდეთ შენახული სავარჯიშოები, რასაც გააკეთებთ, ესე რომ მოემზადებით, სანამ მოემზადებით ეროვნული გამოცდისთვის, ხო? ხო, ეს არის რაც ზოგადად მიმოხილვა რაც არის ამ პროგრამის. ახლა გაჩვენეთ ერთ მაგალითს, რაც დავწერე და ამ მაგალითზე უკვე ვნახავთ ფუნქციები, რაც აქვს ამ საიტს კონკრეტული. ესე იგი, აქ მიჩვენებს ამოცანებს, რაც შეიძლება გავაკეთო. ახლა ესე პირობითად საჩვენებლად მაგ შერჩეული ეს დამწყები დონე. აქ ესე მიჩვენებს ამ ამოცანებს, რაც არის და აქ არის ის ამოცანები, რაც უკვე დავწერე. თქვათ, ნახოთ ეს ბოლო, რაც ესე ძილის შესახებ. ესე იგი, აქ წერია პირობა, რა უნდა გავაკეთო. აქ უკვე მიწერია ტექსტი, რაც მოვიფიქრე, ხო? და აქ რო ნახოთ ამ მხარეს რა არის კიდე, ხო, აქ აჩვენებს რამდენი სიტყვა, რაც დავწერე და რა არის სამიზნე, ხო? ანუ რა დიაპაზონში უნდა მოვახვედრო, ასე თქვათ, რამდენი სიტყვა მინიმუმი და მაქსიმუმი, რაც უნდა დავწერო ამ კონკრეტული ამოცანისთვის. ესე იგი, ამ ამოცანას სურათები არ აქვს, მაგრამ როგორც ნახეთ, რაღაც ზოგს აქვს, რომ სურათებია და ისე უნდა დაწეროთ, სურათების მიხედვით ესე. აქ აჩვენებს უკავშირს. ეხლა აქ უკავშირში როგორც ხედავთ, მარტო ერთ-ერთი წინადადება მონიშნული, რომ რაღაცა სჭირს ამ წინადადებას, იმიტომ რომ ხო ეს ტექსტი უკვე ჩასწორებული ვერსია არის და მაგას ხედავთ ახლა. მაგრამ ხო ხა ჩავაკოპირებ ძველ ვერსიას, პირველი რაც დავწერე, ხო? და იქ ნახავთ უკვე ეს უკავშირი, რაც ჩანს ამ საიტზე, რამდენად სასარგებლოა რომ ეს შეცდომები და რაღაცეები აღმოაჩინოთ. მანამდე უბრალოდ ინტერფეისი რო გავიაროთ, კიდე რა არის. ფაქტობრივად ზოგად პროგრესს აჩვენებს, როგორც მივხვდი, რაღაც ეს დონეები რაც არის, ხო, 1-2, ყოველი შემდგომი შემოსმების მერე აჩვენებს რა დონეზე გადადის ჩემი, ასე თქვა, წერის უნარი. ეხლა ამ ეტაპზე ამ ტექსტის მიხედვით, ხო, არის სადღაც ესე AUR დონეზე. ხო და ბოლოში არის წამწვამი. ესეც საინტერესო არის, შეგიძლიათ გაზომოთ დრო რა დაგჭირდათ, რამდენი ხანი გჭირდებათ რომ დაწეროთ. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ გამოცდის კუთხით რო შეხედოთ, ხო, ანუ იქ დრო შეზღუდული არის და კარგია რომ ვიცოდეთ, თქვა რაღაც 150 სიტყვამდე, ხო, რაღაც ესე რომ დაწეროთ, რამდენი დრო გჭირდებათ ამისთვის. ხო, მე ამ ტექსტისთვის სადღაც 6 წუთამდე დამჭირდა რომ დამეწერა. ხო, ნახოთ ის ტექსტი, რაც პირველად დავწერე, ეს მეორე პროგრამაში შევინახე Grammarly, ამასაც მე განვიხილავ, უბრალოდ ახლა აქ მჭირდება ეს დავაკოპირო, ეს იყო პირველი ვერსია. საერთოდ ჩავაგდოთ აქ და დავაჭიროთ check again. ხო, ესე რამდენჯერმე შეგიძლიათ შეამოწმოთ ტექსტი, ჩაასწროთ და ესე შეამოწმოთ. როგორც ხედავთ, თავიდან საკმაოდ იყო შეცდომები
და ხლა რას ნიშნავს აქ, ხო? რომ დააკვირდეთ რაღაც ზოგადად ორი ტიპის რაღაც ინფორმაცია არის აქ, ერთი არის რაღაც სიმბოლოები, ხო, რაღაც სიმბოლოებით არის აღნიშნული ცალკეული სიტყვა. არის ის არის ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი და მე თვითონ წინადადებებიც არის გაფერადებული, ხო? ანუ ზოგიერთი რაღაც ხაზებით არის გაფერადებული, ხაზები აქვს ფონზე უბრალოდ და მეორეს არის რაღაც მთლიანად რაღაც სტაფილოს ფერივით არის გაფერადებული. ხლა რას ნიშნავს? ეს ამის განმარტება აქ შეგიძლიათ ნახოთ, help, რომ დააჭიროთ relax. ძახილის ნიშანი სავარაუდოდ არასწორი სიტყვა არის, ეს ისრები უკან წინ, ხა ეს წითელი არ მქონდა, მაგრამ რო ქონდა ეს ნიშნავს, რომ რაღაც სიტყვა ალბათ აკლია მანამდე და მწვანე ნიშნავს, რომ აი ამ სიტყვის მე რაღაც აკლია კიდე დამატებითი, ხო? და ეს ბოლოს suspicious word, რაც საეჭვო სიტყვა, ხო, შეიძლება ესე ვთარგმნოთ და ეს არის რომ რაც ის სიტყვა რაც გამოვიყენა წინადადებაში, სავარაუდოდ არასწორად გამოვიყენა, ანუ თვითონ სიტყვა სწორად წერია, მაგრამ კონტექსტში არ ჩდება. და რაც შეეხება თვითონ წინადადების გაფერადებას, ხო, არაფერი არ აქვს ფერის ნორმალური წინადადება არის. დახილი ხაზები თუ აქვს, ესე იგი ნორმალურია, მაგრამ გაუმჯობესება ღირს, ხო, შეიძლება ამის გაუმჯობესება. და ხოლმე ეს გაფერადებული სლოთ როცა არის, რაც პრობლემა აქვს წინადადებას და ჯობია პერიფრაზი. ხლა რამდენი მაგალითი რომ ნახოთ, რაც მე დავწერე, თქვათ აი ეს პირველი სიტყვა, ხო, like. ქვე რომ დავაჭირო, მიჩვენებს რა არის სავარაუდოდ რა სიტყვა გამომჭა, ხო? ესე იგი, did you forget something out of this word? Do you need to add it or something similar? ხა როგორც ჩანს ესეთი ფრაზასავით არის, რაღაცას რო ვიძახი რომ მომწონს, მაშინ უნდა თქვა რომ რა არის ეგ ან რაღაც ისეთი ზოგადი სიტყვა გამოვიყენა, ხო, it. ამ შემთხვევაში well მიწერია რომ well I like when it is რაღაც, ხო? და პროგრამა მირჩევს რომ აქ ჯობდა დაგეწერა well I like it when it is და ასე შემდეგ. თქვათ ესო ჩავასწოროთ, დავწიოთ აი აქ ტექსტში it. hop, ესე არა. გადავიყვანოთ ინგლისურზე. მივყვეთ აბა შემდეგი ვნახოთ totally. რაც სრული სიგნალი როცა არის, ესე მომწონს, ამ სიტყვაში totally დამამის და ერთი like უნდა ორი. თავისუფლად ორი. ნახოთ შემდეგი. აი აქ მეუბნება I სიტყვა I ზედმეტი არის. ხო, რასაც უყურებდი, მგონი აქ ხო ზედმეტი არ მეჩვენება, ამიტომ ას დავტოვე უბრალოდ. და prefer-შიც ხო 2F არ უნდა 1F ესეც ცოტა ეხლა აქ რომ ვნახო, ხო აგერ არის, ეს დავშოვთ. და ესე მიყვებით, ჩაასწორებთ და მე ისევ დააჭერთ check again. პროგრამა თავიდან შეაფასებს, ნახავს გაუმჯობესდა თუ არა ნაწერი. აი ნახოთ ეხლა როგორ შეგვიძლია თქვა მთლიანად საწინადადებას რაღაცას ჭირს, ხო ეს მეუბნება რომ თლათ ესე ას გაფერადებული რახან არის, რაც არ ვარ გაესწინადება, ხო? და რა მიწერია რომ I prefer when it's dead quiet. Not quiet, შეიძლება ესო ჯერ ჩავასწორო, შეიძლება იქ იყოს მიზეზი, ვნახოთ. არასწორად თავწერე სიტყვა, ანუ სიჩუმე ესე არ ეწერება. ეს მე მიწერია. და ვნახოთ კი თუ იქნება პრობლემა ამ წინადადებაში, მე ვეცდი პერიფრაზი გავაკეთო და უფრო კარგად დავწერო. ასე და დიდხანს უნდა გასწორებას. ხო როგორ ჩანს ხო, ეგ იყო მიზეზი, ანუ სიტყვა რო იყო შესდომით, მაგის გამო აჩვენებდა კიდე რო წინადადება არ ვარგა. კარგით, რას ვიზარახობოდ გადავხედა უცებ ყველა სიტყვას ჩავასწორებ და ვნახავ უშუალოდ რაღაც პრობლემური წინადადება თუ დარჩება და მე ვნახოთ აი როგორ შეიძლება ამის ჩასწორება, მაგალითი რო ვნახოთ უბრალოდ. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა რა გამოვიდა. აი ვთქვათ ისევ, ხო ეს წინადადება სიტყვები ყველაფერი სწორად წერია, მაგრამ რაღაცა შინაარსი არ მოსწონს. მოდით ვნახოთ აი როგორ დავწერე მე უკვე გასწორებული ვერსია, ეს არის ეს წინადადება, ხო I can tolerate, ასე იწყება. აი ვნახოთ ახლა ეს როგორ დავწერე. Can tolerate noise. აქ როგორც უყურებ, ერთი სიტყვა არის წავშალე, ეს არის some low. ხო low, აქ როგორც ჩანს, ხო გამახსენდა არასწორად გამოვიყენე სიტყვა, ანუ დაბალი და კანონი, ხო, რაღაც ერთთან ჟღერს, low, დაბალი, OT წერება, low, კანონი, მგონი მაგას ნიშნავს. აქ მაგას მეუბნება, ხო, ანუ თვითონ სიტყვა ზე არ მეუბნება რა არასწორი, იმიტომ რომ სწორად წერია, მაგრამ შინაარსობრივად აჩდება. და თქვათ ახლა ეს სიტყვა რა ამოვიღო აქედან. ნახოთ, კიდე თუ ექნება პრობლემა ამ წინადადებას. კიდე რაღაც ჭირს, როგორც ჩანს, ხო? ეხლა აქ ესე ჩაწერის დროს რო ყველა დეტალი განვიხილო, რაღაც პერიოდო დაშირდება, ამიტომ ხო თავიღებ რაც საბოლოო ვერსია მე რაც დავწერე, ხო, თავიდან დავწერე მე ჩავასწორე, იმას დავაკოპირებ, ჩავსვავ აქ.
და ესე რომ ვნახოთ რა გამოვიდა ბოლო ვერსია. ესე იგი რამდენიმე დღის წინ რო დავწერე, რაც ამ ვარიანტზე შევჭერდი. როგორც ხედავთ, ახლა ნაკლებად არის შესწმა, მაგრამ აქაც ხო ერთი წინადადება აზრით მიჩვენებს, რომ ზოგადად ნორმალურია, მაგრამ ხო ახაც ჯობია რომ ჩაასწორო. ხო და რა წერია I don't know why I like such sleeping conditions. ხო ანუ არ ვიცი რატომ მომდოს ეგეთი ძილის პირობები. ხო ეს ჩავთვალე რომ ასე ვთქვათ ამ დონეზე გასწორება საკმარისია და რატო რომ თქვათ ახლა შეიძლება ხო კიდე რაღაც რამდენიმე წუთი, რამდენიმე ათეული წუთი შეიძლება ნუ საათი შეიძლება არა, მაგრამ ხო დავშე და ვცადო რაღაც სხვა ვარიანტები, სხვადასხვანაირად დავწერო რომ პროგრამამ საბოლოოდ მითხრას რომ ხო ყველაფერი იდეალურად წერია, მაგრამ საერთო ჯამში ეს გონია რომ არ იქნება იმდენად სასარგებლო, ვიდრე თქვათ რომ ახლა ესე დავტოვო როგორც არის. უმეტესობად ტექსტიც გავასწორე, სიტყვები გავასწორე, ნახე თქვათ, გავაცვლე თქვათ როგორც საკრიული სიტყვები, ისე წინადადებები რაც ზოგადად შეცდომით მეწერა, ხო რაღაც შესაძლებელი სიტყვა იყო როგორც თქვათ low, დაბალი და low კანონი შემეშალა. ესენი ჩავასწორე, ხო, მაგრამ ხო აი ბოლოს რაღაც ესეთი ტექსტის რაღაც ნაწილი, მცე ნაწილი მეუბნება კიდე რომ ჩასწორება სჭირდება. ეს ფიქრობ საკმარისია რატო რომ ანუ რაღაცა პროგრესი არის. ანუ რაღაც შეცდომით დავწერე, გავასწორე, ჯობია გადავიდე შემდეგ რაღაცაზე. რატო რომ წერის და ზოგადად რაღაც უნდა ის განვითარებისთვის უფრო სასარგებლოა რომ რაღაც ეგ ივარჯიშოთ, ეგ გააკეთოთ, ხო, ხშირად. თუნდაც ეს ხშირად აკეთებული იყოს ცოტა, ან თქვა ამ შემთხვევაში რა თქვა, ბოლომდე 100%-ით არ იყოს რაღაც გაკეთებული, ხო? ეს უფრო გეხმარება თუნდაც განვითარებაში. ვიდრე თქვა რომ რაღაც გააკეთოთ იშვიათად, მაგრამ აი თქვა რომ დაждდებით, რაც 2-3-4 საათი მიჩნით ესე ივარჯიშოთ. ასე ეს მეორე ვარიანტი სწავლება ხო უფრო რთული არის. რეალურად შეიძლება თქვას რომ შეუძლებელიც არის, ხო, ხა თქვენც რო გაიხსენოთ ის სიტუაციები, როდესაც მასე გიწევთ სწავლა, ხო, როცა ის საგნები თუ რაღაც ის რაღაც უნარები, თქვა რაღაც სპორტში, რაღაც სხვა სფეროში, რაც გიწევთ რომ გააკეთოთ იშვიათად, მაგრამ რო წაკეთებთ დიდ ხანს გიწევთ ამაზე მუშაობა. სავარაუდოდ ამ საგანში, ამ უნარში ნაკლებად გაქვთ განვითარებული ცოდნა და ჩვევები. ამასაც სხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს, მაგრამ ძირითადად ვფიქრობ ის არის, რომ ესე იშვიათად მუშაობა არა კარგი мотиваციისთვის. თქვა დღეს თუ მოახერხეთ ხო 4 საათი დაჟეკეთ და გააკეთეთ. მე თქვა 1 კვირის მერე შეიძლება ასნაირად ნუ დაზარება შეიძლება დავარქვათ ამას, მაგრამ უფრო კარგი სიტყვა არის ესეთი ინგლისური procrastination არის, როდესაც ასნაირი თვითონ ამოცანის გაკეთების სურვილი არ გაქვთ. ასნაირად ერიდებით იმ ამოცანის გაკეთებას და რაღაც სხვა ასე ვთქვათ ნაკლებად რთული, ნაკლებად დატვირთული დამოცულობითი ამოცანების შესრულებით გავდებით, რაც შეიძლება არც იყოს რაღაც სასწავლო რაღაცები, ხო, შეიძლება იგივე თქვათ, სოციალური მედია იყოს რაღაცა სხვა გასართობი რაღაცა, ხო? ანუ აი мотиваციას ნაკლებად ეხმარება, როდესაც იშვიათად აკეთებთ რაღაცას და რაღაც ბევრი მოცულობით და დატვირთვით, ხო? მაგას ჯობია რომ რაღაც ხშირად გააკეთოთ ყოველდღე, თუნდაც ცოტა. ხა ისე რომ კონკრეტულ მაგალითს ამ რო შევხედოთ აქაც, ხო? აქაც ხო რაღაც დავწერე, დავხარჯე ამის წერაზე თვითონ პირველი დრაფტის დაწერაზე რაღაც 6 წუთი. ხო, აი თავიდან რომ შევამოწმე, ხო, ეს საბოლოო ტექსტი სანამ შევჯერდი, არ მახსოვს რამდენი ხანი დამჭირდა, მაგრამ იქაც თქვა, ნუ დავამატოთ კიდე ნუ პირობითად 20 წუთი, ხო? ნუ ჯამში ესე 9 საათი გამოდის, ხო? და ეს ტექსტი რაღაც შეცდომით რომ იყო, რაღაც ფორმამდე მივიდა, მაგრამ ხო იდეალური არ არის. ვფიქრობ, ესეც საკმარისია ესე რომ იმუშაოთ, იმიტომ რომ ესე თქვა მე ყოველდღე ეს რომ გააკეთოთ 9 საათი რომ დაუთმოთ რაღაც ამ სავარჯიშოების წერას და გამოჯობესებას, უფრო გრძელვადაში უფრო კარგი ეფექტი ექნება თქვენი წერის უნარისთვის, ვიდრე თქვათ რომ რაღაც დაждდებით რაღაც კვირაში ერთხელ თუ 10 დღეში ერთხელ და რაღაც 3-4 საათი ესწრებით რომ რაღაცა ისწავლოთ. ეს არის რაც შეეხება ამ პროგრამას, ესე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ერთ ესეც რომ დაწერთ, მე ისევ გადახვალთ თავარ გვერდზე, ის მეორე დღეს იქნება როცა იქნება და ნახავთ შემდეგ დავალებას დაწერთ, ხო, ჯობია ჩაინიშნოთ დროც, რომ ნახოთ რამდენი ხანი ჭირდებათ წერისთვის და მე ნახავთ უკავშირს, ხო, რაღაც სადმე შეცდომები თუ არის, რაღაც სხვა ფორმით თუ ჯობია მის დაწერა და იქაც ეცდებით რაღაც დიდი ნაწილი, ასე თქვა, შეცდომების გაასწოროთ და ისევ ბოლომდე ესე მიყვანა, შეიძლება არ ხირდეს, ჯობია რაღაც პირობითად რომ თქვათ 80% საქმის რო გააკეთოთ, ხო? ესეც ხადე პროცენტების გამოთვლა არ დაგჭირდებათ და ხელი შემშლელი იყოს, მაგრამ ესეთი ზოგადი ორიენტირი რო გქონდეთ, ხო, რაღაც კვირაში ერთხელ 100%-ამდე მიიყვანა საქმის, ჯობია ყოველდღე 80%-ამდე მიიყვანოთ. კარგი, ნახოთ მეორე პროგრამა, ეს არის Grammarly და აქაც შეგვიძლია ის ტექსტი, რაც გამოვიყენეთ, ხო, წინა პროგრამაში, პატარა მოკლე ესეც არის ალბათ მოკლე ტექსტი იყო ძილის შესახებ.
აქ რა გვაქვს? გადმოტანილი არის როგორც პირველი დრაფტი რაც მეწერა, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი შეცდომა გაწლებული არის. Დავნახავთ ეს საკუთარი შეცდომა როგორ რას ნიშნავს, ხო? და აქვე არის საბოლოო ტექსტი, რაც უკვე დავასრულე. ხო, აი, უკვე აქ დავასრულე, აქ დავწერე ბოლო ვერსია და როგორ იყო, როგორც მახსოვს, აქ რო დავწერე, ხო? აქ შევამოწმე, ვნახე რაღაც უკავშირած მომწერა, დავწერე, ჩავასწორი უბრალოდ ამ უკავშირის გათვალისწინებით და კიდე იყო რაღაც წინადადებები, ხო, რომელიც ესე გაფერადებული იყო და ესე მარტივად ვერ ხვდებოდი რა დამეწერა. ხო, პირველში ეგ სადაც რომ თქვენით მიხვდეთ რა დაწეროთ, ხო? რა არის შეცდომა, ეცადათ იპოვოთ. მაგრამ როცა ხედავთ აი რაღაც ერთ ადგილს კეპნით, ხო, ასე თქვათ, მე უკვე შეგიძლიათ დააკოპიოთ ტექსტი, ჩაგდოთ Grammarly-ში და უკვე იქ ჩაასწოროთ. საბოლოო სახე შეგიძლიათ ამ პროგრამაში მისცეთ. აქაც ხო, როგორც ნახეთ, აი ეს რაც აქ მაგ გაფერადებული, ხო, რომ მეუბნება ეს გასწორება ღირს ამის, ხო? ამ პროგრამაში ამას არ მეწერს, ხო? ისე ხო, ახლა როგორც არ გამეორდები, დიდხანს რაც 1.60-ზე გაჩერება არ ღირს, ჯობია რაღაც ნორმალურ სახემდე მიტანა და გაგრძელება. ახლა ეს თვითონ პროგრამა რას აკეთებს? ერთი რომ რაღაც შეცდომა რო არის, აწეთლებს და თქვათ მიჩვენებს რა არის შეცდომა. ამ შემთხვევაში 100 აკლია, ხო? თქვათ ასე ჩავასწორო, მე მიჩვენებს შემდეგ შეცდომას, აქ უკვე ხო, უკვე მძიმე აკლია. და აქეთი საინტერესო რაც აქვს, ხო, ზოგ ესეთ ბარად, სადაც წერია, ხო, შეცდომის შესახებ, არის კიდე learn more ღილაკი, ამას დააჭიროთ, შეგიძლიათ ნახოთ განმარტება. რატოა საჭირო აქ მძიმის დაწერა? და ეს კარგია რომ ხო ისე გარდა იმისა რომ შეამოწმოთ თქვენი ნაწერი, ასევე ისწავლოთ, ხო, ეს გრამატიკის წესები, ესეთი მოკლე და ინფორმაციები არის. აქაც ვთქვათ დავაჭიროთ, შევასწოროთ. და ეს საინტერესო რაც არის, თოთლი ხო, რაც დავწერე. ისე გაფერადებული აქვს, რაც შეცდომა არისო. და რას მეუბნება რომ აქვე სიტყვა როგორც ჩანს ზედმეტი არისო. ხო, აი, როგორც ხედავთ, გარდა ესეთი ზოგადი ცალსახა შეცდომების, ასევე შინაარსობრივადაც აფასებს ტექსტს და შეიძლება იყოს ვთქვათ ზედმეტი სიტყვა, ხო? ეს შეიძლება მოეყოთ, ან თქვათ შეიძლება იყოს რაღაც სწორად ეწეროს სიტყვა, მაგრამ კონტექსტში არ სჯებოდეს სწორად. და მაგასაც მივთითოს, რომ გონი ეს, აი თქვათ much and more, ხო, რაღაც ორივეს რაც რაოდენობაზე არის, რაოდენობას მივთითებს, ხო? და მანდ შეიძლება მინიშნება მოგცეთ, რომ სწორად გამოიყენეთ თუ არა. ხო, და აქაც შეგვიძლია ვნახოთ განმარტება თუ რატო თulis, რომ ეს სიტყვა არის ზედმეტი აქ. ესეც დავშალოთ. და ესე მიყვებით, ნახავთ, სადაც არის შეცდომები, ნახავთ განმარტებებს. ესეც არის ერთ-ერთი გზა, რომ შეამოწმოთ თქვენი ნაწერი. კიდე ერთი ფუნქცია რაც აქვს, შეგიძლიათ ნახოთ სინონიმები აქვე. აი თქვათ ნახოთ pitch, ხო? რაც აჩვენებს, რომ აჩვენებს სხვა მნიშვნელობა თუ აქვს ამ სიტყვას, შეიძლება ერთი მნიშვნელობა კონდეს, თქვათ black რომ ნახოთ, ამასაც აჩვენა რაფერი, turn, აქაც რამდენიმე, ხო, ზოგან შეიძლება მარტო ერთი მნიშვნელობა კონდეს. თქვათ აქ არის რაღაც სამი მნიშვნელობა. და ცალკეული მნიშვნელობისთვის აჩვენებს სინონიმებს. თქვათ pitch შეიძლება იყოს რაღაც მუსიკალური ტერმინიც არის, როგორც თქვათ სიხშირე, არის ასევე როგორც ზმნა, pitch შეიძლება რაღაცას რომ ბურთს თქვათ რომ ესწრით. და მესამე რასაც გვიჩვენებს, ეს შეიძლება იყოს რაღაც სითხის აღმნიშვნელი, რომელიც არის ბლანტის ქელის სითხე. და აქაც pitch black რაღაც ისეთი ფრაზა არის, როდესაც ესეთი უკუნის სიგნალი, ხო, შეიძლება ქართულად ეგეთი მაგალითი მოვიყვანოთ. ნუ ესეც საინტერესო ფუნქციაა, შეგიძლიათ ნახოთ სიტყვების სინონიმები და სხვა მნიშვნელობები აქვე ამ პროგრამაში. ხო, ძირითადად ეს არის, ზოგადად სხვა ინტერფეისის სხვა ფუნქციებიც რო თავისუფლად რას ნიშნავს. აი აქ არის ქვემოთ, რასაც ხედავთ, სტანდარტული, ხო, ეს ტექსტის რედაქტირების, ფორმატირების უბრალოდ რაც ფუნქციები არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხო, ეს წერისთვის თვითონ წერის შინაარსზე ეს ნაკლებად ახდენს გავლენას, ამიტომ ხო მაგრივ არ მგონია გამოგადგეთ. ხო, ერთი რაც არის კიდე აქ საინტერესო, რაც ზოგად სტატისტიკას აჩვენებს ნაწერის შესახებ, რამდენი სიტყვა, რამდენი სიმბოლო გამოყენებული, რამდენი თქვათ წამია საჭირო კითხვისთვის და speaking time ეს როგორც ხვდები, იგულისხმება თქვათ რამდენი დროა საჭირო ეს რო წაიკითხო. Readability score, რაც ბოლოში წერია, რა ვიცი როგორ ახსნა ეს რა არის, კარგად ფონდ მეც არ მესმის. Readability ზოგადად იგულისხმება, აი read ხო, კითხვა და ability ეს რო გაერთიანოთ, კითხვადობის ქულა არის და რამდენად თქვათ მარტივად კარგად, რა ვიცი, ისიც ძალიან ზოგადი ტერმინით რო თქვათ, რამდენად მარტივად იკითხება ეს ტექსტი. და ბოლოს აი ეს რომ ნახოთ მარჯვენა მხარეს მენიუ რაც არის, აქ ერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, აქაც რაც ზოგადი სტატისტიკა არის ნაწერის შესახებ, ესეც არ ვიცი პრაქტიკაში რამდენად გამოგადგებათ, უფრო ალბათ იმიტომ ვიძახი მაგას, რომ ეხლა იშვიათად ვიყენებ ამ ფორმით ამ პროგრამას, მაგრამ ხო რომ გადავხედოთ რა არის, ხო, ეს ზოგადად ქულას გეუბნებათ,
ხლა ამ შემთხვევაში ასე მიწერია, რაღაც საკმაოდ კი შეცდომები რაც უნდა გავასწორო, თიში მეორდება ტექსტი, ხო? ან ძველი დრაფტი რაც იყო და გასწორებული, ამიტომ ეს ბევრი შეცდომა არის და 100-დან 48 ქულა აქვს დაწერილი. ეს word count რაც ვნახეთ ქვემოთ, ხო, იგივე რაც მიწერია აქ. ხო, readability-ს რაც თქვით, აქაც გაშლილია უფრო რას ნიშნავს ეს. Word length. ეს გვიჩვენებს საშუალოდ რამდენად გრძელი სიტყვები არიან, რამდენად ბევრი ასოცგან შედგება. მეორე არის წინადადების სიგრძე, ანუ წინადადებაში რამდენი სიტყვა არის საშუალოდ. აქ მინდა ერთი აღნიშნო, რაც უფრო გრძელი წინადადება არ ნიშნავს, რომ კარგი წინადადება არის, შეიძლება ზედმეტად გართულებული იყოს და რთულად იკითხებოდეს. და აქ უფრო რაღაც თუ რეკომენდაციაზე რო ვთქვათ, გიჩვენეთ რომ ეცალთ რომ უფრო ესეთი საშუალო მაჩვენებელი რაც არის ხო იმასთან იყოს ახლოს. ხა სიტყვების შემთხვევაში ეს ალბათ შეუძლებელიც არის ხო სიტყვები რაც არის, ანუ ზოგი გრძელია, ზოგი მოკლეა, ხო ამაზე თითქოს ვერაფერს ვერ შეცვლით, მაგრამ წინადადების შემთხვევაში მან თქვი ხო შეიძლება რაღაც თქვა ეცალოთ რომ რაც გაღო წინადადებები, ან თქვა თუ ძალიან მოკლე არის, ნახოთ როგორ შეიძლება იმითი გაერთიანება. და ხო ეს ზოგადად readability score რაც არის გვიჩვენებს ამას. ესეთია ეს კითხვადობის ქულა სხვადასხვა ტესტი არსებობს. ამ კითხვადობის ქულის ხო ამ შემთხვევაში გამოყენებული არის ალბათ ამ ქვას რასწორად წავიკითხავ, Fletch's ასე თქვათ ტესტი და მაგის მიხედვით არის, სადაც ამ ტესტში როგორ შეიძლება ინტერპრეტაცია ქულისო, რაც უფრო მაღალია ეს ქულა, მით უფრო მარტივია ამის დაკითხვა, ტექსტის დაკითხვა. და ეხლა ამ ჩემ ტექსტზე რაც იძახის, რომ აქაც საინტერესოა, რომ ეს არის სადღაც აი მე-6 კლასის დონის ტექსტი, 11 წლის ვინც არის, იმისთვისაც გასაგები იქნება. ცხადია უფრო მაღალი ასაკისთვის გასაგები იქნება და უფრო შეხედოთ თქვა უფრო დაბალი ასაკის მოსწავლეებს შეიძლება იყოს გაუგებარი. აქ საუბარი არის არა თქვა უცხოელებზე, ხო, ვინც თქვა წერენ და კითხულობენ ინგლისურად, არამედ ინგლისური მშობლიური ენა არის. იმათ რომ შევხედოთ, ხო, რომელი კლასის რა დონის რა სირთულის ტექსტი არის. და ბოლოს გვიჩვენებს ეს სიტყვები რაც გამოვიყენეთ, ხო, ამაზე ორი სტატისტიკა არის. Unique words ეს აღნიშნავს, რამდენად ხშირად მაქვს გამოყენებული ერთი და იგივე სიტყვები, რაც უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებელი, მით უფრო მეტი მაქვს გამოყენებული სხვადასხვა სიტყვა და პირიქით, ხო, დაბალია, უფრო ასე ვთქვათ, ვიმეორებ ესა და იმავე სიტყვებს უფრო ხშირად. და rare words ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, აქაც შევიდეთ ნახოთ, განმარტება. ეს წინა ვიდეოებში მქონდა საუბარი, ხო, ეს სიხშირის მიხედვით დაალაგოთ სიტყვები, ხო, რამდენად ხშირად გამოიყენება და აქ უყურებს ეს მაჩვენებელი უყურებს რამდენად ხშირად გამოყენებადი, ზოგადად ინგლისურ ენაში ხშირად გამოყენებადი სიტყვები რაც არის, ხო? რამდენად არის ეს რაც მე მიწერია იქ პირველი 5000-დან. ხო, ზოგადად მგონია ეს სტატისტიკა რაც წერია თავიდან შეიძლება ეს ნაკლებად სასარგებლო იყოს და რთული იყოს ამის ასე თქვა თან გარჩევა და გამოყენებაც. ამიტომ პირველ ეტაპზე ვერ გიჩვენოთ რომ ეს გამოგადგათ რამეში რომ გამოიყენოთ, შეიძლება უფრო ესეც ზოგადად შეცდომის რაღაცებსაც მივჭდებს, იმას მიაქცევთ ყურადღება და ხო, განსაკუთრებით მიაქცევთ ყურადღება ეს learn more სადაც წერია, ხო? აი ხო მაკლი ერთი რაც სიტყვა it when უნდა ეწეროს და არა მარტო when ამას მიაქცევთ ყურადღება, ხო ეს თქვი და არ ვნახე. აი აქაც learn more ხო, განმარტება რომ ნახოთ ესენი. და მე ვიყო ხო რომ მიეჩვევით პროგრამის გამოყენებას და ზოგადად წერის უნდა ის რომ განვითარებული საკმაოდ დაზ დონეზე განვითარებული გექნებათ. მე ვიყო აი ჩახედოთ ესეთ რომანებში ნახოთ ესეთი სტატისტიკები და თქვა ეცადოთ იგივე სინონიმები გამოიყენოთ, ხო, ასე იშვიათი სიტყვები გამოიყენოთ და ამ ხრივ გაუმჯობესოთ წერის უნარი, ხო? და ხო ვინც უკვე ხართ ხო მაგ დონეზე, უკვე რაც ბაზისური დონეზე გაქვთ განვითარებული წერის უნარი, ხო? შეგიძლიათ ნახოთ ესეთი სტატისტიკა და ნახოთ როგორ და ნახოთ საჭიროდებათ გაუმჯობესება. და ბოლო აქ რაც კიდე ერთი მინდა გავჩვენოთ, ეს არის goals, ანუ მიზანი, რისთვის წერთ ამ ტექსტს. აქაც შეგიძლიათ განსაზღვროთ და მაგის მიხედვით შეაფასებს პროგრამა ტექსტს. ესეც გულთად რო გითხრათ, ესე ხშირად არ გამომყენებია, აუცილებლად კარგად მუშაობს. ამიტომ უფრო ზოგადი აღწერა მექნება ამის ამ ფუნქციის რაც არის. აი თქვათ formality ხო, რამდენად ფორმალური იყოს ან არ იყოს ტექსტი. სამი ვარიანტი არის, იყოს არაფორმალური, ნეიტრალური ან ფორმალური. ახლა გამოსთვის კუთხით რო შეხედოთ, ხო, ეროვნული გამოსთვის, თქვათ იქ ესეთი ამოცანა რაც მახსოვს, იყო რომ რაღაც რეკლამას უყურებთ, ხო, და რეკლამის ავტორს მე უნდა მიწეროთ იმეილი. ამ შემთხვევაში ეს იმეილი ალბათ უფრო ჯობია რომ ფორმალური იყოს, ხო? თქვათ მსგავსი ტიპის სავარჯიშოებზე თუ ივარჯიშებთ, ესეების წერაზე, თქვათ შეგეთ მონიშნოთ formal და მე უკვე რაც თუ გექნება ტექსტში რაღაც სლენგი, რაღაც ესეთი არაფორმალური სიტყვები, ასე თქვათ,
იმას უფრო აღნიშნავს პროგრამა და გეტყვით, რომ ეს პერიფრაზი ჯობია და პირიქით თქვა თუ მეილი შეიძლება იყოს, ავიც ეს გამოსთაში ეგეთი მეილების, ეგეთი ტიპის მოკლე ესეები თუ არის შინაარსიო, თქვა რომ მიწევთ თქვენს მეგობარს, ხო? ამ შემთხვევაში უფრო ინფორმალს მონიშნავთ და თქვა თუ პირიქით ფორმალურად გიწერიათ მეილი, ხო? მაგაზე ისეთ პროგრამას სხვანაირად დაწეროთ, ან თქვა თუ სლენგი რაღაცა თუ იქნება, იმაზე შენიშნოს პროგრამა არ მოგხსენებთ. მაგრამ ისე ხო ეს ვთქვათ ზოგადი ინფორმაცია, რაც ახლა არცაც ვკითხულობ აქედან მაგაზე დაყრდნობით არ შემიძლია გითხრათ. ეს ხშირად არ გამიყენებია ეს goals, რაღაცნაირად დამესვა და მენახარ როგორ სად რა უკავშირს მაზლებს, მაგრამ ხო ეს ფუნქციაც აქვს, შეგიძლიათ ნახოთ და დააყენოთ იმის მიხედვით თუ რა ტიპის ტექსტს წერთ. ეს არის ერთად შეეხებოდა Grammarly-ს. კარგი, გადავიდეთ შემდეგ საიტზე, resource-ზე, ეს არის SmartWords. ესე იგი, ეს საიტი რისთვის არის, ხო, როგორ გამოგადგებათ ეს რომ ისწავლოთ გაიუმჯობესოთ წერის უნარი, ხო? ამას შეხედეთ როგორც კრებულს, აქ არის სხვა კატეგორიების მიხედვით დალაგებული სიტყვები, ფრაზები, იდიომები, წინდებულები და ასე შემდეგ. ეს სხვა კატეგორიის არის მიხედვით ორგანიზებული, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ესე აი ჯგუფებად კატეგორიების მიხედვით ისწავლოთ სასარგებლო ფრაზები, იდიომები, წინდებულები და ასე შემდეგ, ხო, რაც თქვით. ეს თავიდან რომ შედიხართ რაც ზოგადი შესავალი არის გაეცნობით და მე უკვე მარცხენა მხარეს რა დააკვირდეთ, აქ არის ძირითადი რაც დაგჭირდებათ. ნუ გულისხმობ ძირითადი რითმის მიხედვითაც იპოვით რაც გინდათ, მაგალითად გინდათ ნახოთ დამაკავშირებელი სიტყვები, ხო? Linking words. რაც ესე წერია აქ და თქვათ ნახოთ prepositions, ხო, წინდებული. აქ რო შევხედოთ, ესე იგი გვაქვს ჯერ თავიდან რაღაც ზოგადი კატეგორიები, ხო, რაც შეიძლება იყოს წინდებული, ხო, შეიძლება იყოს დროის წინდებული, ადგილის, მიმართულების და ეს მეოთხე როგორც ხდები ნიშნავს რაც საშუალებას, ხო? რაღაცას ვაკეთებთ, ხო? ამ შემთხვევაში რა წინდებული შეიძლება გამოიყენოთ და ქვემოთ უკვე ხედავთ უკვე კონკრეტულ ამ წინდებულებს ცალკეული კატეგორიის, ხო? ველოსიპედში არის წინდებული, მე არის მაგალითი და უბრალოდ მე არის განმარტება და მე არის მაგალითი. აი თქვათ ნახოთ at, ხო? წინდებული at a specific point of time, კონკრეტულ დროს. და მე მაგალითი at 11:15 p.m. 12:15 წუთზე. და ესე შეგიძლიათ გაეცნოთ, ხო, ისწავლოთ სხვადასხვა წინდებული. თქვათ კიდევ ნახოთ სხვა რა კატეგორიები არის, თქვათ ეს ნახოთ სიტყვები, ხო, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა შინაარსს, მაგალითად feelings, ხო, რაც გრძნობის გამოხატული სიტყვები არის, თავიდან რომ შევდივართ არის რაღაც ზოგადი შესავალი და მე შეგვიძლია ვნახოთ ესე ქვეკატეგორიები, თქვათ, პირველი, ხო, ბედნიერება, ყოფილება, ამ თქვათ ემოციების აღნიშნული სიტყვები. აქ ახლა როგორ ერთი ვარიანტი, ერთი სირთულე რაც შეიძლება იყოს, ხო, რომ რაც უყურებთ სიტყვას და მაგრამ შინაარსი არის, ხო, რა შეიძლება რომ გააკეთოთ ამ დროს. რაც ერთი მინუსი რაც აქვს ამას, რომ სადაც კონტექსტი არ აქვს, ხო, ამ სიტყვებს არასდროს ბოთ ჩამონათვალი არის, ხო, წინანდებაში რო ყოფილიყო, კიდე რაც შეიძლება მიხვდარიყავით მნიშვნელობას, რაღაც სრულად რო ყოფილიყო, ხო, მაგრამ ეს არ არის. ამიტომ ხო, ერთი ვარიანტი რაც შეიძლება გააკეთოთ ესეთი თანმიმდევრობა რომ ვთქვათ, ხო, ეს ქმედებების არის რომ პირველ რიგში ხო სცადეთ რაც ვარაუდი გამოთქვით, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს სიტყვა. მაგალითად, სიტყვა dazed. რას ნიშნავს, ხო? მეც ახლა რო ვფიქრდები, დაახლოებით ხვდები, გონი რას ნიშნავს. გონი ეს ნიშნავს რაღაც გაოცებულს, ან რაღაცა რომ მოხდება და რაც გაკვირვებული რომ დარჩება. და როგორც ხვდები, ეს წარსულ დროში არის, იმიტომ რომ id აქვს ბოლოში. ან შეიძლება თვითონ სიტყვის ფორმა იყოს ესეთი. კარგი, რაღაც ვარაუდი არის, რა გავაკეთო შემდეგ. ხო, მე ნაბიჯი არის რომ შევამოწმო. ნახო, სწორად ვივარაუდე თუ არა. ამისთვის ორი გზა არის, ერთი არის რომ აი ეს WordUp-ის აპლიკაცია, ხო, რაც ვახსენე წინა ვიდეოებში, ის რომ გამოიყენოთ, თვითონ WordUp-ში მოძებნოთ. მაგრამ ახლა მოხერხებელი იქნება რომ გაჩვენოთ WordUp-ი ახლა კომპიუტერში ესე მალე ვერ ჩავთავ. ახლა ამიტომ ვთქვათ მეორე ვარიანტია რომ ხო, პირდაპირ Google-ში მოძებნოთ, ნახოთ რა განმარტებას ამოაკლებს, ხო? ვთქვათ ესე დავაკოპიროთ, ჩავაგდოთ და ვნახოთ განმარტება. ხა პირდაპირ ესე განმარტება არ მომცა, სწორედ ხო მომცა ქვემოთ აქ წერია dazed adjective unable to think or react properly. Bewildered. ხო. შემდეგი ხო ეს მეორე ნაბიჯი ეგაა ის რომ ნახოთ ინგლისური განმარტება რა არის და შეიძლება ამით გაიგოთ. თქვათ ნახოთ მაგალითი რაც წერია ქვემოთ I was left dazed and confused. ხო? ერთი რაც ხვდები რომ არასწორად ვივარაუდე, რომ ეს რაც წარსულ დროშია გამოყენებული, იმიტომ თვითონ ფორმა არის ესეთი, ანუ სნაც არ არის, ეს არის ზეცართავის სახელი არის და ესეც კარგია რომ აღმოაჩინოთ, სად შეგეშალოთ. ეს მნიშვნელოვანია რომ რა თქვენ ცოდნა რაც გაქვთ ახლა, ხო, რაღაც შეიძლება ისვეთ არასწორად.
ან რაღაც ივარავდოთ არასწორად, ხო? ესეც კარგია, რომ რაღაც პროცესში, ესე სწავლის პროცესში არა მარტო რაღაც ახალი ისწავლოთ, არამედ უკვე იცით ისიც გადაამოწმოთ, სწორია თუ არა. და აქვე ახლა ერთი თვალშიც რაც მოხდა, ანუ თარგმანიც აქვე აჩვენებს paste შეიძლება გაშტერებული ესე თარგმნოთ. მაგრამ ხო ან თარგმანს გიჩვენეთ რომ ბოლოსკენ მოვიტოვოთ მაგის ნახვა და ხო Google-ის თარჯიმანიც ბოლომდე შეიძლება ესე ბოლომდე არ ვენდობოდი მაინც ხო გააჩნია სიტყვასაც მაგრამ თქვა თუ მაინც თარგმნა და თარგჭირდათ მაგას ჯობია ესე ცალკეულ სიტყვის თარგმნა ხო Dictionary.gr ის საიტი მანდ რომ ნახოთ ჯობია თუმცა ვერ ჯერთი რომ უფრო სანდო არის ქართული თარგმანის მხრივ და ასევე კარგია იმით რომ სხვადასხვა ვარიანტს მოგცემთ თარგმანის ხო აი თქვა taste თვიში ხო აქაც ინგლისურში როგორც იყო რა თქვა გაშტერებული ხო ხო ახლა ამ გაშტერებულს აქ ესეთი ნიშნულობით არა მაგრამ არის გაოცებული გაოგნებული ესეთი ნიშნულობა აქვს ამ სიტყვას ხო ეს არის ეს ვარიანტი ხო როგორ შეიძლება რომ აი ამ სწავლის დროს ამ საიტზე რაღაც უცნობი რო იქნება უცნობი სიტყვა რაღაცა რო იქნება ჯერ ივარაუდეთ თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს და მე შეამოწმოთ თქვენი თავი ერთი რომ ჯერ ნახეთ განმარტება ინგლისური და თქვა თუ განმარტება მე ნახეთ მაგალითი და ესეც თქვა თუ არ იქნება საკმარისი მე უკვე ნახეთ თარგმანი და ერთი ხაი გამახსენდა და მავსდა მე თქვა თარგმნის ნახვამდე ერთი ვარიანტი კიდე არის რომ ნახოთ სურათები შეიძლება სურათებითაც მივხვდეთ რაზეა საუბარი ხასაც მიგდებს რაღაც dazed არის რაღაც ჟურნალის სახელის ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერს არ მეუბნება, მაგრამ ხო ეხლა ეს ვიცი ეს dazed რო არის ემოცია. ამიტომ მე რომ მიუწერო ამას dazed emotion შეიძლება უფრო გასაგები იყოს რა არის. ხომ წინასე ეხლა რო ვიცი ხო იქ ნახეთ ხო გაოცებული, გაოგნებული რაც არის ხო მნიშვნელობა, უფრო ხა გასაგები ხდება, უფრო ნაცნობი ხდება ზოგიერთი ფოტო. რას რა ემოცია შეიძლება იყოს ეს. და ხო, ესე აღნიშნო, ანუ ესეც განმარტების და მაგალითის ნახვის მერე, თუ ისე ვერ გაიგეთ, ჯობია სურათი ნახოთ და მერე უკვე თუ ესეც არ იყოს საკმარისი ნახოთ უკვე თარგმანი. და ესე ანუ სხვადასხვა ესე თქვა სხვადასხვა კუთხით მივუდგებით სიტყვას, ხო სხვადასხვანაირად სხვადასხვა მეთოდს გამოიყენებთ, რაც უფრო გაზრდის იმის შანსს, რომ დაგამახსოვდებათ ეს სიტყვა. ეს რაც შეეხება ცალკეულ სიტყვას, ეხლა რაც ხო, სანამ გადავალ სხვა მაგალითებზე, უბრალოდ როგორ გამოიყენოთ ეს საიტი, ხო? აქ ეხლა ცალკეულ სექციას აღარ მიყვები, ну, პრინციპში მივხვდით ხო როგორც არის, სხვა კატეგორიები არის და ესე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. ფრაკ გონი მნიშვნელოვანი არის აი ეს სიტყვები როგორ გამოიყენოთ, ხო? ანუ საბოლოო მიზანი რა არის? არის რომ ეს სიტყვები გამოიყენოთ წერის დროს. ამიტომ კიდე ერთი გზა, რასაც გთავაზობთ რომ გამოიყენოთ, ეს არის რომ ნახოთ ამ სიტყვების გამოყენების მაგალითები წინადადებაში. ну იქ განმარტებაში ვნახეთ, მაგრამ ეს იყო ერთი მაგალითი. აი თქვათ იგივე dazed ისე რო ავიღოთ, ხო, მაგრამ მიყვეთ აი ესეთი საიტები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ უშუალოდ აი ესეთი ბევრი მაგალითი, ბევრი წინადადება, რომელშიც გამოყენებული არის ეს სიტყვა. ერთი ეს საიტი არის, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი მაგალითი მოგცა და ესე რომ მიყვეთ, ხო, წაიკითხოთ სხვადასხვა წინადადებას და ნახავთ, ხო, ეს განმარტება შინაარსი რაც აქამდე წინა ნაბიჯებზე, ხო, რაც გაიაზრეთ. ნახავთ აი პრაქტიკაში როგორ გამოიყენება ეს. ერთი რაც შეიძლება შევხვდეთ არის რომ ერთი და იგივე სიტყვა ხო სხვა კონტექსტში შეიძლება სხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. და ამიტომაც არის კარგია თქვა რომ ეს სხვა წინადადება ნახოთ, ბევრი იგივე ერთი სიტყვით რომ ნახოთ აი ეს სხვადასხვა მნიშვნელობები ხო რომელიმეს თუ აქვს. ახლა თქვა ეს პირველი შვიდი წინადადება რომ გადავხედო, ნახავ აი თქვა გაოცების გამომხატველი ემოციის გარდა რამე სხვა მნიშვნელობით თუ არის ეს სიტყვა გამოყენებული. ხო, რაც ნახე ესე ერთი მნიშვნელობით არის გამოყენებული შვიდივე მაგალითში. და შემდეგი ნაბიჯი. ერთია რომ ესე თქვა ზეპირად გონებაში რაღაც იფიქროთ, რაც შეამოწმოთ, წაიკითხოთ თვითონ, ნახოთ თვითონ ცალკე ერთი სიტყვა, განმარტება, ხო? მე თქვა ნახოთ ესე წინადადებები და ესე წაიკითხოთ, მაგრამ ისევ ჩვენ საბოლოო მიზანს რომ შევხედოთ რა არის რომ ისწავლოთ, გაიუმჯობესოთ წერის უნარი. რა თქვა აი ეს სიტყვა, ესე მარტო კითხვით წერის უნართან პირდაპირ კავშირში არ არის, ხო ესე? ხა რაც აქტივობები რაც გავაკეთეთ, ხო? ამიტომ შემდეგი ნაბიჯი რასაც გთავაზობთ ეს არის რომ სწორად ამ სიტყვის გამოყენება. გამოყენების ერთი მაგალითი იქნება, შეიძლება მარტივი მგონი იქნება, რომ ვოც სადოთ უკვე არსებული წინადადებების შეცვალოთ. მაგალითად იგივე მეორე რო ავიღოთ, she looked dazed and frightened. თქვათ აქ შეიძლება ჩაანაცვლოთ
he looked dazed and frightened. ან თქვა she's ნაცვლად სახელი ჩავსვა თქვა Nino looked dazed and frightened. და რა ხდება, ხო? რატოა ეს მნიშვნელოვანი? უკვე ტვინი რაც სხვანაირად არის ჩართული, ხო? აქამდე თუ იყო უბრალოდ რა, კითხვა იყო, და საკითხulis გააზრება იყო, ახლა უფრო არის რომ თქვენ თვითონ ქმნით ახალ წინადადებას, თუნდაც ხო, უკვე რაც არსებულ მაგალითში ცვლით ერთ სიტყვას. ეს პირველი ვარიანტია, მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. მეორე ვარიანტი არის რომ თქვენ თვითონ შექმნათ წინადადება, dazed. სად შეიძლება გამოიყენოთ ეს სიტყვა? თქვათ ესე უცებთ ამოგაფიქრდათ, რა ვარიანტები არის, ხო, რაღაც კატეგორიები რო გქონეთ, რაზე შეიძლება იფიქროთ. თქვათ ეს არის, რომ თქვენ თავზე იფიქროთ, ხო, თქვენ თავზე რაც თქვათ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ სიტყვა dazed. მაგალითად, რაც თქვათ I'm not dazed so often, ხო, რაც ისე ხშირად ვარ გაოცებული. ან თქვათ შეიძლება ეს გამოიყენოთ რაღაც თქვენს გარშემო ვინც არის იმ ადამიანებზე ან მოვლენებზე. ან შეიძლება რაღაც ამასთანაც გაგონლიან ნანახი, ხო, შეიძლება ტელევიზიაში რაღაცა ნახეთ, ან მოისმინეთ, ან ინტერნეტში რაღაცა ნახეთ. და იმასთან დაკავშირებით შეიძლება ეს სიტყვა გამოიყენოთ, ხო? აქაც ისე, ხო, რა ხდება, რომ ტვინი უფრო აქტიურად არის ჩართული, თქვენ თვითონ ქმნით წინადადებას, ხო? და წინასთან შედარებით, როგორც თითო სიტყვა შეგიძლიათ შეგეცვალათ წინადადებაში, აქ უკვე თავიდან ქმნით ახალ წინადადებას და ესეც როგორც ისევ ძირითად მიზანს რომ მივაბათ, ეს უფრო ახლოს არის იმასთან, რაც დაგჭირდებათ გამოცდაზე წერის დროს, ხო? რომ თქვენ თვითონ შექმნათ წინადადებები. ხო, ეს არის, რომ შევაჯერო ძირითადი აზრი რა არის ამაში, ხო, ეს თქვენ თვითონ რომ ესე სცადოთ წინადადების შექმნა, ანუ თქვენ რომ ემსადებით გამოცდისთვის, უნდა გააკეთოთ ეს მომზადება, უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული იმასთან, რაც იქნება გამოცდაზე. მაგალითად, სიტყვაზე როგორ შევადაროთ ეს. ხო, აი თქვათ, გინდათ რაგბის თამაში, ხო? თქვენ თუ თქვათ აიღოთ და უბრალოდ რაგბიზე წიგნები წაიკითხოთ, რაღაც თეორიულად მიუდგეთ, მე მინდოს რომ გამოხვიდეთ, დიდი ალბათობით ვერ ითამაშებთ. რო შეგეძლოთ რაგბის თამაში, უნდა ითამაშოთ რაგბი. იგივენაირად ამას რო შეხედოთ, ხო, რო შეგეძლოთ წერა, რო შეგეძლოთ სხვა სიტყვების გამოყენება, ემოციების გამოხატველი და ასე შემდეგ, ხო? ეს სიტყვები უნდა გამოიყენოთ. და თავიდანვე შეიძლება რთული იყოს, ხო, რაღაც მთელი ესე რო დაწეროთ, ან თუნდაც მეილი დაწეროთ, ხო? ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯი. ჯერ რაღაც სიტყვა, გაეცანით სიტყვას, ნახეთ განმარტება, შინაარსი გაიაზრეთ, მე ნახეთ ეს სიტყვა სხვადასხვა მაგალითებში, სხვადასხვა წინადადებებში როგორ გამოიყენება. მე სადაც თქვენ თვითონ, ხო, ამ სიტყვის გამოყენება, ჯერ ერთი მარტივი ვარიანტი, რომ არსებული მაგალითების წინადადებები შეცვალეთ და მე გაართულოთ, ხო, აიღეთ ეს სიტყვა და რაღაც თქვენ თვითონ ახალი წინადადება შექმნით. ხო, ეს არის რაც შეეხება ამ საიტის გამოყენებას, ვითარში ეს მეორე საიტიც ახლა ვნახეთ და ახლა მესამეც მინდა განახოთ. ესეც როგორც არის წინა sentence dict რაც არის, ესეც არის საიტი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მაგალითები სიტყვების გამოყენების. წინადადებები უბრალოდ, სადაც ეს სიტყვა არის გამოყენებული. ახლა აქ მიჩვენებს სინონიმს, მაგრამ ხო აქ რო გადავთვალოთ sentences, მიჩვენებს უკვე წინადადებებს. კაი, მოდი ვნახოთ ახლა შემდეგი საიტი, ეს არის Learn English Today. აქაც პრინციპში როგორც აი წინა უბრალოდ აი ამ საიტზე ხო smart words კატეგორიების მიხედვით არის სხვადასხვა წინდებულები, ზმნები, ფრაზები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ემოციების ან აზრების გამოხატვისთვის. აქაც Learn English Today, აქაც შეგიძლიათ ნახოთ ეგეთი კატეგორიები, მაგალითად ანდაზების კატეგორია, ასევე ერთი რაც მინდა გაჩვენოთ არის ეს იდიომების კატეგორია და აქაც სხვა კატეგორიები არის, თქვა ასაკის გამომხატველი, ასაკთან დაკავშირებული იდიომები. როგორც ხედავთ აქ მენიუში, ხო კიდევ ბევრი რაღაცა არის, თქვა ფრაზული ზმნები. ხო, აქაც ახლა ასე დეტალურად რაღაც ჩაუყვები, პრინციპში როგორც ეს საიტი განვიხილეთ, ხო? როგორ ეცნობით ახალს, ხო? როგორ განმარტავთ და მე მაგალითები რაც ვნახეთ, ხო? წინადადებების. როგორ კიდევ რაღაც სიღრმისეულად გაიაზროთ მნიშვნელობა და ბოლოს მე თქვენ რო დაწერთ. ამ საიტსაც ეგრე შეხედეთ, რომ აქ მოცემული ესეთი იდიომები, ფრაზები და სხვა კატეგორიები სიტყვების, ესე რომ მიუდგეთ და ევარჯიშოთ წერაში. ეს კარგი არის ამ ხრივ. აი, გრამატიკა სავარჯიშოები ამას უკვე შემდეგ ვიდეოში განვიხილავ, რაც იქნება ეს გრამატიკის და სიტყვების ვიდეო. ხო, საკმაოდ ვრცელი საიტია, ბევრი რაღაცა. ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, საიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ გაივარჯიშოთ წერაში. და ვნახოთ ესეც. ეს არის აკადემიური ფრაზების, ესე თქვათ, საცავი შეიძლება დავარქვათ. აქაზე მაგალითი რომ ვნახოთ, მარცხენა მხარეს სხვა კატეგორიები არის. თქვათ ნახოთ მეორე being critical, სადაც კრიტიკა მინდა დაწეროთ და თქვათ მეორე აქაც identifying a weakness
in a single study or paper. როდესაც გინდათ აღნიშნოთ რაღაც ერთი კვლევის სისუსტე. ეს ფრაზები უფრო გამოცდისთვის, როგორ თქვა, შეიძლება თქვა რომ არ დაგჭირდებათ, არა იმიტომ რომ რაც მარტივია, უფრო პირიქით, ანუ ეს უკვე თუ თქვა გამოცდისთვის, თუ სწორად მართოს რაღაც ბერთ დონეზე გჭირდებათ, ხო, ასე ის ცოდნა. აქ უკვე რაც ბევრიც ერთ დონეზეა საუბარი, იმიტომ რომ რაღაც აკადემიური ფრაზები არის, ხო, როდესაც აი უნივერსიტეტში თუ ჩააბარებთ თუ სადაც ისწავლით, ხო, იქ თუ მოგიწიათ რაღაც კრიტიკული ესეს დაწერა ინგლისურად, იქ უფრო დაგჭირდებათ ესეთი ფრაზების გამოყენება. ამიტომ ხო თავიდანვე ახლა ამას ვერ გამოიყენებთ, ვინც ახლა ცდილობთ რომ გაივარიშოთ წერაში. ეს უფრო ალბათ იმათვის არის, ვინც ახლა რაც ნახეთ, ხო, წინა საიტებზე მაგალითები რაც ფიქრობთ რომ ნაცნობია თქვენთვის და უკვე შეგიძლიათ ამის საკეთება და არ მარტო ფიქრობთ, არამედ გისწიათ, ხო, დაგიწერიათ ესეები და ის რო შეგიძლიათ, მაგრამ ხო, კიდე გინდათ რომ განივითაროთ ცოდნა, თქვა თქვენთვის იქნება ეს საინტერესო და გამოყენებადი და ესეც ხო ახლა ვინც ახლა სწავლობთ. ჯერ კიდე რაც წინარე ცოდნა და უნარები გჭირდებათ რომ გაევარჯიშოთ წერაში, თქვენც რო იცოდეთ, ხო, რაღაც დონეს რო გაევლით, მე რო უკვე წინ კიდე რაღაც კიდე არის სასწავლი, ხო, რაღაც აკადემიური ფრაზების წერაც, იქნება უკვე შემდეგი ნაბიჯი, რომ უნივერსიტეტში მაგალითად როცა ისწავლით, იქ ოსა მოგიწევთ რაღაცის დაწერა, ხო, ეს ფრაზები შეიძლება დაგეხმაროთ წინასწარ, ისთან დაალაგოთ თქვენი აზრი, რაც გინდათ რომ თქვათ. ნუ მაგალითად პირველი მაგალითი რომ ნახოთ რა არის, however, Smith fails to fully define what და რაღაც, ნუ იგულისხმება რომ მანამდე რაღაცა თქვა, მაგრამ ეძახის however, მაგრამ Smith-მა ვერ მოახერხა რომ ბოლომდე განემარტა და მე ეს რაღაც, ხო, რაც უკვე თქვენ თვითონ დაამატებთ ამ წინადადებაში, რაც შეიკრას აზრი. ხო, ეს არის რაც შეხებულეთ სხვადასხვა საიტს, რაც მინდოდა მეჩვენებინა და ბოლოს საიტი უნდა გავჩვენოთ, მაგრამ უფრო საიტზე არა საუბარი, როგორ გამოიყენოთ მეთოდზე არის, ხო, როგორ მიუდგეთ წერას. აი რომ ნახოთ პირველი საიტი, ხო? ნუ ეს Google Lens რა არის, ამ შეიძლება ფოტოებს რო გადაიღოთ, მე ფოტოზე პროგრამა შეუძლია იცნოს რა არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გჭირდება რომ იცნოს ტექსტი. Scan, translate არა, scan გჭირდება. და გაჩვენებთ რატო გჭირდება ეს. რომ ნახოთ ეს მაგალითი ხო, პირველი რაც იყო. კი ეს ამით ივარჯიშებთ წერაში, მაგრამ არ იქნება მსგავსი იმის, რაც იქნება გამოცდაზე. რატო? იმიტომ რომ გამოცდაზე მოგიწევთ რომ ქაღალდზე დაწეროთ, ხო? ფურცლზე დაწეროთ. აქ კიდე კლავიატურასთან ეს რო დაწეროთ, თლათის არ არის, რაც იქნება გამოცდაზე. ამიტომ გიჩვენებთ რა გააკეთოთ, რომ კომპიუტერში ჯობია არ დაწეროთ. ყოველთვის როცა ესეთ რაღაც სავარჯიშოებს აკეთებთ, პირდაპირ აიღეთ და დაწერეთ ფურცლზე. და მერე უკვე ეს დაწერილი რო დაამუშავოთ, ხო? რაც აქ გქონდა ის მაგალითები რაც ვნახეთ, ხო, რომ ჩააგდეთ დრაფტი როცა გვაქვს, check again და ასე შემდეგ, check ვასწრებთ რომ ვაჭერთ მე check again და მერე უკვე ჩააგდებთ აქ პროგრამაში და შეამოწმოთ რამდენად სწორად დაწერეთ, საშეგეშლად და ასე შემდეგ. და მაგის მაგალითი მინდა გაჩვენოთ ახლა ერთ-ერთი სუპერ სხვა პროგრამა, მაგალითად შეგიძლიათ Google Lens გამოიყენოთ ამისთვის, რომ ქაღალდზე დაწერილი რაც გექნებათ, მარტივად გადაიყვანოთ კომპიუტერში. კარგი, ახლა აი ვნახოთ, ხო? ტელეფონის ეკრანი უნდა ჩანდეს და რო ჩართოთ ეს Google Lens, თქვა ასისტენტი რო გამოიძახოთ და ეს აი სიმბოლო რო არის, ხო? აიკონკა ამ პროგრამის, ამ ეს რო ჩავთოთ და გადავიყვანოთ ტექსტზე. ეს შეუძლებლად ახლა დავუმიჯნებთ. გადავიყვოთ ფოტო. და მოვნიშნოთ ყველაფერი. ეხლა აქედან აი chance copy to computer. ამასაც დავაჭერთ. გვიჩვენებს არჩევანს ის კომპიუტერი, რომელსაც დაკავშირებული არის ტელეფონი. ხო, ეს დაკავშირება როგორ ხდება, ამის ინსტრუქციას ცალკე მერე თვითონ ის რესურსების დოკუმენტი იქ იქნება, პრინციპში ხო ვიდეოს აღწერაშიც ქვემოთ დაურთავ, როგორ შეგიძლიათ დავკავშიროთ ერთმანეთს ტელეფონი და კომპიუტერი. და ხო, აქედან გავგზავნოთ, ხო და ეს მოვნიშნოთ პირველი ვარიანტი. ხო, ეს ტექსტი გაეგზავნა კომპიუტერში. აქ ახლა შეტყობინება არ ამოვაგდო, დამალველი მაქვს ბოლოს შეტყობინებები. აქ რომ ნახოთ, აგერ მიჩვენებს ხო, რომ გაიგზავნა რაღაც ტექსტი, უკვე კოპირებული არის და შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენს რედაქტორში, თქვათ აქ რო ავიღოთ, გავსვათ ახალი და ვნახოთ რა გამოვიდა. ხო, ეს ქართულად რაღაც ეწევა თვითონ ფურცლზე თავში ესეც შეგვიძლია მოვაშოროთ. ეს არის ხო, მარტივად ესე, რაც ქონდა ფურცლზე დაწერილი, ესე გადავიტანეთ კომპიუტერში. აქ უკვე როგორც თავიდანაც ვნახეთ, ხო, ციხში უნდა ჩამეგდო, რომ ვივარაუდოთ, ეს იქნება რაღაც დავალებას დაწერთ, ხო, აქედან რაღაც დავალებას რაღაც თემას შეარჩევთ, ხო, და მაგ თემას დაწერთ ქაღალდზე, მე უკვე გადაიტანთ აქ.
Google ტაგბიულიდაც გავხსენი ეს იყო. და ხო, მასე შეამოწმეთ, ნახავთ რამდენად გავიმეორებ, რაც უკვე თქვით, ხო, ესე შეამოწმეთ იმ ნაბიჯებით, რაც უკვე გამიხილეთ. ერთი რაცაც უბრალოდ მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ, ხო, ეს თქვენ სამდენად ისე ვთქვათ, სუფთად წერთ, ხო? მაგას ეგეთ შეგიძლიათ მასე შეამოწმოთ, თქვათ აქ მეწერა Google, ხო, მაგრამ ისე თლად კარგად არ მეწერა და ვერ იცნო პროგრამამ რა მიწერია, ხო? ეგეთ შეგიძლიათ შეამჩნიოთ, ხო, რომელი ასოები ან სიტყვები არის, რომელსაც ისე ზუსტად გაუგებრად წერთ. ეგ არის ბოლოს კიდევ ერთი ფიქრობრივად შეიძლება გამოგადგეთ, რომ როცა ეს ტექსტ დააკოპირეთ, ხო, დაამუშავებთ და საბოლოო სახეს მიიღებს, როგორც აქ არის, ხო, ეს არის ბოლო ვერსია რაც არის. ბოლოს გიჩვენეთ, რომ ისევ ეს რაც საბოლოო ვერსია იქნება, გადაწეროთ ფურცელზე. ესეც იქნება, ასე ვთქვათ, რომ გაევარჯიშოთ წერაში, რომ განემტკიცოთ ეს უნარი. და ერთი პატარა რჩევა, ესე პირდაპირ სიტყვასიტყვით რო არ გადმოწეროთ, შეგიძლიათ ესე ნაბიჯ-ნაბიჯ თითო წინადადება ნახოთ, ხო? ასე დამალოთ ტექსტი, ხო, და ეს თითო წინადადება ჩაწეროთ ფურცელზე. კაი, ეს არის რაც შეეხებოდა წერის პროგრამებს და სხვა მეთოდებს, როგორ გამოიყენოთ. შემდეგ ვიდეოში უკვე იქნება საუბარი ეს ლექსიკაზე და გრამატიკაზე. და ხო, ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა წერაზე.